იშვიათი დაავადების მქონე პაციენტების მშობლები პროტესტს არ წყვეტენ ბაზარზე ბოლო წლებში გამოჩენილი სამკურნალო მედიკამენტების საქართველოში შემოტანას სახელმწიფო პროგრამით დაფინანსება და კვლევების ჩატარება აქციების მონაწილეთა მთავარ მოთხოვნებად რჩება. საუბარია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის გენეტიკურ დაავადებაზე, რომელსაც კუნთების დასუსტება ახასიათებს. ამ დიაგნოზით ქვეყანაში 80-მდე ადამიანი ცხოვრობს. მედიკამენტებს, რომლებზეც მშობლები საუბრობენ, ექსპერიმენტულ წამლებად აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც კვლევების საჯარო წყაროების და ამერიკის და ევროპის წამლის სააგენტოების მონაცემების საფუძველზე ამტკიცებს, რომ ცალკეულ ქვეყნებში უკვე გამოყენებულმა წარბლებმა ზოგ შემთხვევაში ეფექტურობა ვერ აჩვენა, ზოგ შემთხვევაში კი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა. სამინისტრო მზად არის, რომ დაავადების მქონე პაციენტთა სამედიცინო მომსახურება გააფართოოს, თუმცა ეს შეთავაზება საკმარისი არ არის პაციენტების მშობლებისთვის, რომლებიც ცალკეულ ქვეყნებში დაავადების პროგრესის შესაჩერებლად უკვე გამოყენებული მედიკამენტების ეფექტურებაზე მიუთითებენ და ჯანდაცვის მინისტრს დებატებში იწვევენ. პოზიციები გაყოფილია ექიმებს შორისაც. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ პაციენტებს ამბულატორიული, სტაციონარული და კვლევითი მომსახურება დაუფინანსდებათ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მთავრობის ხდომაზე ცვლილებათა პაკეტი უკვე გადაგზავნილია და მას უახლოეს მომავალში განიხილავენ. საქართველოს მთავრობის ხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული თუ სტაციონარული თუ კვლევითი მომსახურება. დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომელსაც აქვს პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, რითაც ეტლის საჭიროების ასაკი შეიძლება გადავადდეს 1-დან 3 წლამდე. უკვე რამდენიმე თვეა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები თანამედროვე მედიკამენტების საქართველოში შემოტანას და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებას ითხოვენ. მინისტრმა დღეს სწორედ ამ მედიკამენტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო გადაწყვეტილებას მედიკამენტების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გათვალისწინებით მიიღებს. მშობლების მიერ მოთხოვნილი მედიკამენტების ნაწილს კი, მისი თქმით, ევროპის წამლების მარეგულირებლის ავტორიზაცია არ გააჩნია. მოთხოვნა წამოყენებულია წამლებზე, რომელთა ფუნქციაც არის არა სიცოცხლის გადარჩენა, არა განკურნება, არც სიცოცხლის გახანგრძლივება. ასეთი ფუნქციის მქონე მედიკამენტების გამოჩენას ყველა ველოდებით და გულშემატკივრობთ. იმავე მედიკამენტებთან დაკავშირებით დაფიქსირებულია ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები. ამის გამო ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია, ეგრეთ წოდებული FDA, რომელსაც ამ მედიკამენტზე ჰქონდა მანამდე დაჩქარებული ავტორიზაცია მინიჭებული, 2025 წლის 18 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება და შეაჩერა კლინიკური კვლევების 3, ახლა 4 გარდაცვალების შემთხვევის დაფიქსირების გამო და მოუწოდა მწარმოებელს გაეჩერებინა მედიკამენტების რეალიზაცია. 14 ნოემბერს კი განაახლა მედიკამენტების გამოყენების ინსტრუქცია, სადაც დააფიქსირა შემდეგი. კვლავ ციტატას ვამბობ, მედიკამენტის გამოყენება უკავშირდება ღვიძლის მძიმე დაზიანების და ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარების, მათ შორის ფატალური შედეგის დადგომის რისკს. მინისტრის განცხადებას უპასუხეს მშობლებმა, რომლებმაც გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან 24 საათიანი აქციების დაწყება დაანონსეს. მათი შეფასებით მედიკამენტების უკუჩვენებასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და წამლებს გარკვეული შედეგები მოაქვთ. როდესაც საუბარია, რომ შესაძლოა გადავადდეს დაავადება ეტლში მიჯაჭვულობა 5 წლით, 10 წლით, ჩვენ არ ვიცოდით და არ ქონდა ინფორმაცია და არ იყო რეგისტრირებული მედიკამენტები 2-3 წლის წინ. დღეს გვაქვს მედიკამენტები, რომლებიც ბლოკავს ამ დაავადებას. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სრულად ხდება ამ მედიკამენტებით ბავშვების განკურნება. ჩვენ დღეს არ მივაწვდით იმ მედიკამენტებს, რომლებიც მე ჩამოვთვალე და აღიარებულია არაერთ ქვეყანაში და ზეიმობს არაერთი ქვეყანა ამ დაავადების პროგრესირების შეჩერებას. თუ გვაქვს ეს მედიკამენტები, დღეს უნდა გადავარჩინოთ ჩვენი შვილები, რომ ხვალ შემოსული მედიკამენტით სრულად განიკურნოს ეს დაავადება. ის დრო დასრულდა, ის სიბნელე, როდესაც დიუშენის პაციენტების სახლში მარტო მყოფები, უსუსურები იღუპებოდნენ და ექიმიც კი არ ყავდათ და წამალის და დღეს მინისტრი ვტოვებს ორლარიანი დეფლაზაკორტის იმედად ყველა უკუჩვენება ამ ადამიანმა წაიკითხოს, დეფლაზაკორტის უკუჩვენებები წაიკითხოს პირდაპირ ეთერში იმ დეფლაზაკორტის, რომელსაც უფასოდ გვაყრია სახეში.
დიუშენის დისტროფიის თერაპიის ძვირადღირებულ პრეპარატებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ სტატია Reuters-მა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს თერაპიამ ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მკურნალობასთან დაკავშირებული 2 პაციენტის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. სააგენტოსვე ინფორმაციით აღნიშნული მედიკამენტი 9 ქვეყანაშია დამტკიცებული, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა გასული წლის ივლისიდან ქვეყანა მედიკამენტის მიწოდება დროებით შეაჩერა. წამლის მწარმოებელი კომპანია კი პრეპარატის მორიგ კვლევას იწყებს, რომელიც 72 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება კიდევ ერთ დასკვნას, საფრანგეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა ორგანიზაციამ 2026 წლის თებერვალში უარყოფითი დასკვნა გასცა მის ანაზღაურებაზე, რადგან კლინიკური შედეგები არასაკმარისად ეფექტიანად შეფასდა. არსებობს კიდევ ერთი თერაპია, რომლის 3 მედიკამენტმა ამერიკის მარეგულირებლის დადებითი დასკვნა მიიღო და საქართველოშიც რეგისტრირებულია. მედიკოსების ნაწილი ამბობს, რომ წამლის ეფექტურობასთან დაკავშირებით სხვადასხვა მონაცემები არსებობს, თუმცა პრეპარატი ზოგიერთ შემთხვევაში ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. ბოლო 10 წლის მანძილზე შეიქმნა რამოდენიმე მედიკამენტი, რომელიც დაავადების მიმდინარეობას, მის ნატურალურ ისტორიას, ბუნებრივ ისტორიას ცვლის. კერძოდ აუმჯობესებს, ანელებს პროგრესირების ხარისხს. თუმცა განკურნება ამ დაავადებით დღევანდელი სამკურნალო საშუალებებით ჯერ კიდევ არ არის შესაძლებელი. ეს მედიკამენტები მხარდაჭერილია წამლის სააგენტოს მხრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა როგორც ყველა სხვა წამალს, მათაც აქვთ გარკვეული გვერდითი მოვლენები, რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, ევროპის წამლის სააგენტომ საჭიროდ ჩათვალა, რომ უფრო გახანგრძლივდეს ამ წამლების გამოცდის პერიოდი ევროპაში. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია 5 წლამდე ასაკში იჩენს თავს. პირველი ნიშნების სიარულის გაძნელებაა, სირბილის დროს ხშირი დაცემა. მკურნალობისა და თერაპიის გარეშე მაღალი შანსია, რომ ბავშვი ეტლში პატარა ასაკიდანვე აღმოჩნდეს. ასევე შესაძლოა თავი იჩინოს სკოლიოზმა, გულის პრობლემებმა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა განვითარდეს. ამ ეტაპზე საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს ჰორმონოთერაპია და 10-15 ვარჯიში რეაბილიტაციის მიზნით უფინანსდებათ. დაავადება უმეტესწილად ბიჭებში ხდება. სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოში დაახლოებით 3000 ბიჭიდან ერთს ეს სინდრომი აქვს. საქართველოში ამ დიაგნოზით 80-მდე ბავშვია აღრიცხული. დაავადების სრული განკურნება კი ამ ეტაპზე შეუძლებელია.